სოციალური საკითხები, სამუშაო ადგილები და ბიზნესის ხელშეწყობა ეს ის თემებია, რომელზეც ყურადღება დღეს თბილისის მერობის კანდიდატებმა გაამახვილეს. Როგორ გაატარეს დღევანდელი დღე დედაქალაქის მერის პოსტის დაკავების მსურველმა პოლიტიკოსებმა წინა საარჩევნო კამპანიის მორიგი დღის დეტალები ნახეთ ზურა ხვისტანის სიუჟეტში. მერობის კანდიდატთაგან დღის პირველი შეხვედრა სახალხო დემოკრატების ლიდერმა ნიკა ივანიშვილმა გამართა. ოპონენტებისგან განსხვავებით ივანიშვილი ამომრჩევლების ნაცვლად მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. თუ გასული დღეების განმავლობაში ივანიშვილი ჯერ ლაღიძის წყლების, ხოლო შემდეგ დავით აღმაშენებლის ძეგლის ძველ ადგილას გადატანას ითხოვდა, ამჯერად ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთობებზე ისაუბრა. Დამოკიდებულება საგადასახადო ორგანოებს და მეწარმეებს შორის არის არაპარტნიორული, ასე ვთქვათ რა. ყველანაირად წნეხის ქვეშ ყავთ მეწარმეები, მინდა გითხრათ, რომ დამოკიდებულება ესეთი არაჯანსაღი ვერამც და ვერამც ვერ წინსვლას ბიზნესს ვერ უზრუნველყოფს. გამარჯობა. ბიზნესი და სამუშაო ადგილები იყო ქრისტიან დემოკრატების კანდიდატის შეხვედრის მთავარი თემა. გიორგი ჭანტურია ამომრჩეველს ქაიროს ქუჩაზე შეხვდა. ადგილობრივ მოსახლეობასა და ასფალტის ქარხნის მუშებს ჭანტურიამ საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას დაპირდა. ისაც ყოველ ამ შეხვედრაზე ხედავ და უსმენ, სულ უფრო და უფრო ამძიმებს თვითონ ჩემ დამოკიდებულებასაც იმ პრობლემისადმი, რაც დღეს არსებობს და მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამაც, არსებულმა ხელისუფლებამ და ქალაქის მერმაც უნდა მოიცალოს და უნდა მოვიდეს და ნახოს ეს ხალხი ამ მდგომარეობაში. მრეწველთა უცვლელმა ლიდერმა კი დღევანდელი დღე სომხურ დიასპორასთან შეხვედრას დაუთმო. გოგი თოფაძის თქმით, საქართველოს სომხებმა მასთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვეს. მრავალრიცხოვანია ეს დიასპორა, დღეს შეიკრიფა ის ხალხი, ვისაც უნდა რომ მოისმინონ ჩვენი პროგრამა, რამდენად შევძლებთ ამ პროგრამის რეალიზებას და ჩვენ პირდებით ხალხს, რასაც შევპირდებით, იმას ნამდვილად გავაკეთებთ. საკუთარი საარჩევნო პროგრამა ირაკლი ალასანიამ ფონიჭალის მოსახლეობას გააცნო. საოჯახო და სამუშაო ბიზნესის განვითარება. მერად არჩევის შემთხვევაში ამ პროგრამის მხარდასაჭერად ალასანია ყოველწლიურად 25 მილიონი ლარის გამოყოფას აპირებს. ამომრჩევლებთან შეხვედრა 70-ე სკოლის ეზოში გაიმართა. ძირითადად საუბარი, რა თქმა უნდა, სოციალურ საკითხებს შეეხო. აქ არის ისევე როგორც ძალიან ბევრგან თბილისში და საქართველოში ძალიან დიდია პრობლემა უმუშევრობის, ამიტომ ჩვენ გავაცანეთ ჩვენი პროგრამის დეტალები, თუ როგორ ვაპირებთ შევქმნათ ფონდი მცირე და საოჯახო ბიზნესის დაფინანსების. ზურაბ ნოღაიდელის ოფისში კი დღეს ხმაური იყო. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ნაძალადევის ოფისში პროგრამა კარდაკარის მონაწილეები შეიკრიბნენ და კუთვნილი ხელფასები მოითხოვეს. მათი განმარტებით ყოფილი პრემიერის დავალებით ამომრჩეველთა სიებს თებერვლიდან ამოწმებდნენ, თუმცა ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ.